კოტე, ასეთი არაჩვეულებრივი წიგნი გაქვს, როგორ მოვიფიქროთ იდეა. ხო, აი ასეთი კითხვა უნდა გაკეთო, როგორ მოვიფიქროთ იდეა. აი ბავშვებს როგორ ვასწავლოთ იდეის მოფიქრება და აი ჩაჭერა იდეის. აი ვის და ბავშვებს არ ჭირდებათ, ერთ-ერთი ჭირდებათ იმის ცოდნა ხოლმე ყველაზე მეტად რაც გამოყოფთი რა. რითი არ უნდა დაემსგავსონ დიდებს, რომ შეინარჩუნონ ის კრეატიულობა, რაც აქვთ. და რამ არ უნდა შეუშალოს ხელი, მაგალითად შეცდომის შიშმა. ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც უშლის ხელს ამ იდეების ეშინიათ შეცდომის დაშვების, ამას მე სკოლაც უმატებს ხოლმე ამ შიშებს, ხან-ხან სახშიც უმატებენ ამ შიშებს. მეორე არის ხოლმე რაღაც აი ვალდებულება, რომ გონიათ, რომ ბევრი მითის გამო გონიათ ხოლმე, რომ პირველივე ჯერზე უნდა მოიფიქრონ იდეა და თუ ვერ მოიფიქრებენ, მე თვითშეფასება ცოტა ისე აქვს. ამიტომ მანდ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ უნდა უთხრა, რომ მეც ეგრევა შეიძლება მოვიფიქრო მერვე ჯერზე, კაცო, მე რა მოხდა? არ ხარ ვალდებული, რომ მოიფიქრო პირველივე ჯერზე. თან შენ ახარ, მე ვარ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ხარ, მუსიკას უსმენ, ძაღლს ასაინებ და ესე ფიქრობ, შენ უპოვე შენ გონებას, როგორ როდის ფიქრობს კომფორტულად ხო და ბავშვებს ჭირდებათ მარტო რა იცი თავდაჯერებულები იყვნენ რაც აქვთ აი ეს ბუნება ხო იცი გონიათ რომ ის უფრო ნაკლებია და ჩვენი ბუნება უფრო მეტია და ჩვენც არ ვაკლებთ ხოლმე თვითშეფასების დაწევის მცდელობებს რა ხო და რო ეტყვი რომ აი არიან დიდები რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ბავშვები ვითი ფიქრონ და ამაში ძალიან ბევრ ფულს უხდია დიდი ბიძიები და დეიდები და კომპანიები ხო მე იცი ხალისთ აკეთებენ ხოლმე ამას და მე რა თქმა უნდა არის უკვე გავარჯიშება კიდე არის ხოლმე აი ოჯახებში ვასწავლიან რომ პირველი უნდა იყოს არავინ გაჯობოს და რაღაცები აი ამ საშინელების გავლენის ქვეშ არიან ხოლმე და ცდილობენ ხოლმე რომ ხანდახან არის ხოლმე ეგეთ ის რომ აი თავისი იდეა გაიყვანონ და რეონები აქაც გუნდურობაზე თავარია გუნდის იდეა იყოს და ვის სახელი მიეწერება ყველა სახელი დავწეროთ კაცო გვაქვს ადგილი რა პრობლემაა ხო რაღაც ხო და აი მარტო აქ არის ხოლმე პრობლემა რომ დიდებმა რაც დაახვედრეს ეს უაზრო ხანდახან წესები და შეზღუდვები ამისგან რაღაცნაირად დაიცვა ამათი განვითარება რომ შეინარჩუნოს ეს ბუნება მართლა მასია დიდები ყველაფერს აკეთებენ რომ გაიხსენონ ასაკეთებენ ბავშვობაში ტრენინგებზე მაგას აკეთებენ და რომ მოდიან რა ვიცი ხან-ხან აი პირველ კურსის სტუდენტებს ჭირდებათ ხოლმე 2-3 კვირა რომ უბრალოდ გაიხსნან და ლაღად ისაუბრონ ძალიან დიდი პროცენტია ესეთი რა იმიტომ რომ იქ ვიღაცამ მასწავლეს რომ რამე რო თქვა და მე რო დაგცინონ რაღაცა ისეთი სუერლობა რო თქვა და მე რო თქვა გაიშარო და რაღაცა ხო და შეცდომა ხო აი რაღაცა ხო იარლიყი რო ქონდეს რომ ეს ხო სისულელებს იძახის და მეუბნები კრეატივის ამბებში ხარ აქ სისულელე არ არსებობს რა აბსურდს ვერ იტყვი ისეთი ხარ კაი ხალხი გისმენთ რომ ყველაფერს მივიყვანთ იდეა მე ხო და აი ამისგან რომ დავიცვათ პატარები რომ განვითარდნენ თავისუფლად ლაღად იმიტომ რომ მართლა ეგეთი გონება ავითარებს ყველაფერს მე რა ლაღი თავისუფალი დაშვებას ვაკეთებს მარტივად რა მოხდა რომ ეს იყოს ესე ის იყოს ისე და ჩურჩხელის იყო ჩაატაროს ექსპერიმენტები ხან შოკოლადის ჩურჩხელა გამოვაკავი ხან შეიძლება გამოვიდეს რა ვიცი რაღაცა ტყემლისა და ვაშლის ხო პროცედურის რომელზეც გიждდები ხო თუ არ წადე ვერ გაიგებ რა შიშს მე მგონი შვილებს ვასწავლით მშობლები რა არიციან ბავშვი მე ეჭება და თანდაყოლილი შიში არსებობდეს აი ამ ასაკში დღემდე მაქვს შეცდომის შიში და რამდენჯერ ყოფილა რომ ლადო დამიცაცხანებს ხოლმე რომ აი ნუ გაახურე საქმეო რა არ შეიძლება ეს ძალიან მარტივი სავარჯიშო მოვიფიქრე მაგისთვის ადრე აი მაგალითად მითხარი კომპანია შეცდომა რო არსებობდეს რა და ეგეთი ისა აქვს რა ქვია ბრენდის ფილოსოფია რომ ყველაფერს აკეთებს შეცდომით ეს აუცილებელიც ყია რა ხო და აი რო აწარმოო ველოსიპედი როგორ ველოსიპედს აწარმოებდა კომპანია შეცდომა ოღონდ ჩოვლებრივი რგვალობრივი პრობლებიანი და რაღაც ეგეთი არ უნდა თქვა აუცილებლად შეცდომით და ეს უდრის სწორ პასუხს სამკუთხედი რო ქონდე სამკუთხედი ბორბლები ხო და თავიდან იძახიან ხოლმე ანუ რო თქვა ის არის არ ჩამეთვლება პირიქით მეუთხარი სწორია თუ ვიტყვი სწორი და მე უკვე იხსნებიან ხოლმე და მე გადადიან უკვე ისეთ იდეებზე ეხლა რო შეიძლება განახორციელო რა სასწაულებს ამბობენ